გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის თბილისის საბაზისო მომზადების კურსი დასრულდა. დასკვნითი ღონისძიება და დაჯილდოების ცერემონია 1 ივნისს ქრწანისის რაიონში სამასი არაგველის სახელობის ბაღში გაიმართა. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ დეკანოზმა გურამ ჭარელაშვილმა. სასულიერო პირმა ლეგიონის წევრებს ქართველთა განმანათლებლისა და მოციქულთა სწორის წმინდა ნინოს ხსენების დღე მიულოცა და რეკრუტებს წარმატებები უსურვა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდულ ლეგიონთან ერთად არაერთ პროექტს ახორციელებს. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ მაზნიაშვილის ლეგიონის დამფუძნებლები და რეკრუტები დააჯილდოვეს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის ლეგიონის საქმიანობა და მათ ღონისძიებებში სხვადასხვა ორგანიზაციის ჩართულობა მიზნად ისახავს ახალგაზრდებში ეროვნულ-პატრიოტული სულისკვეთების გაღვივებასა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის ამაღლებას. საბაზისო კურსი 10 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. სწავლება 10 საველე გასვლას და 40-ზე მეტ თეორიულ ლექციას მოიცავდა. მასში 300-ზე მეტი ახალგაზრდა მონაწილეობდა. სწავლებისას რეკრუტებმა მსუბუქი ქვეითის საბაზისო უნარ-ჩვევები შეისწავლეს. კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებს საზეიმო ვითარებაში სერტიფიკატები გადაეცათ. შეგახსენებთ, რომ გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის სამხედრო სალაშქრო მომზადების საბაზისო კურსი წელიწადში 2-ჯერ ტარდება. სწავლება კი უფასოა. ღონისძიებას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მაზნიაშვილის ლეგიონი არის ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს ახალგაზრდებს ეროვნული სულისკვეთების და სამშობლოს მსახურების კუთხით. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ვფიქრობთ, რომ მათთან ჩვენი ურთიერთობა კიდევ უფრო გააღრმავებს მათი ღვთისა და ერის მსახურების სულისკვეთებას. როგორც იცით, ჩვენ უკვე დიდი ხანია თანამშრომლობთ და საკმაოდ შედეგიანი პროექტები განვახორციელეთ. მადლობ თითოეულ ახალგაზრდას, რომელიც ჩვენს ნდობას გვიცხადებს და ვფიქრობ, რომ ეკლესიის გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანისათვის, რომ მათი მსახურება ერისა თუ ქვეყნისა იყოს სრულყოფილიც, მეტად გაჯერებული სიყვარულით და ადამიანისა და ქვეყნის მსახურებით. კურსი ტარდება წელიწადში 2-ჯერ და დღევანდელ დღეს რეკრუტები, კურსანტები, რომლებმაც წარმატებით დაასრულეს აღნიშნული კურსი, გადაეცემათ ჩვენი სერტიფიკატები. ჩემთვის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია ზოგადად ლეგიონში მოსვლა. ძალიან ბევრი რაიმე ვისწავლე და ალბათ ეს დღე ცხოვრების ბოლომდე ყველაზე მნიშვნელოვანი დღედ დავამახსოვრდება.